მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ავიღე მე ვფიქრობ საინტერესო თემა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვებადება კითხვა, ხო, რისთვის მოვიდა ეს ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, ხო? და რა თქმა უნდა ეს იმიტომ გვებადება, როცა ჩვენ, არ ვიცით რა, შეიძლება ადამიანი ისე იქცევა, რომ ძალიან უცნაურია ჩვენთვის და ამიტომ დღეს ასეთი გაშლა გავაკეთოთ, ეს არის კარმული კავშირი თუ ეს არის სულიერი გაკვეთილი. აქ მინდა აგიხსნა თქვენ სხვაობა. მოვამზადე შპარგალკა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ჩემთვის ზოგი სიტყვა ქართულად გამოსათქმელად და ამიტომ რო გეკითხებით ხოლმე, ცოტა მოვამზადე რაღაცა ჩემთვის შპარგალკა. უცბად აგიხსნით ორი სიტყვით. რას ნიშნავს ეს კავშირები, სხვაობას განახებ და მე უკვე გავაკეთოთ გაშლა. ძალიან საინტერესო კითხვები მოვამზადე თქვენთვის და განვიხილოთ, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იქნება ცოტა გრძელი გაშლა, თქვენ გიყვართ გრძელი გაშლები, ვინც აქ ხართ უკვე ჩემთან დიდი ხანია და მოდით აბა გავიკოთ. ანუ კარმული კავშირი საერთოდ ეს არის როგორი კავშირი, ეს არის ენერგეტიკული მიჯაჭვულება ყოველთვის, ვიცით ჩვენ უკვე ბევრს ლაპარაკობდით მაგას, უფრო სულების დონეზე, რომელიც არის შექმნილი უფრო ან წინა ცხოვრებიდან, ან შეიძლება აქ, იმიტომ რომ არის ნახეთ როგორი მომენტი, არის ზოგჯერ სიტუაციები, ნახეთ თქვენ შეიძლება რაღაცა ურთიერთობაში იყავით და თქვათ, ასე რბილად თქვათ, დააშავეთ რაღაცა, ხო? და მოდის პარტნიორი თქვენ ცხოვრებაში, ისეთი, რომელიც თქვენ ხვდებით უკვე, რომ რაღაცა ისეთი მომენტები არის ამ ურთიერთობაში, თითქოს შევცვალეთ როლები რა, როგორც მე ვიყავე ეგეთი და გადავუშვით წინა ურთიერთობაში და ეხლა ასე მგონია, რომ ეს ადამიანი მექცევა ისე, როგორც მე თქვათ, ვექცეოდი ჩემს პარტნიორს ან პარტნიორებს თქვათ. დავუშვოთ ეხლა გქონდა ძალიან დიდი გვირგვინი თავზე, გეგონათ რომ ყველას უნდა უყვარდეთ, ძალიან ისეთი მაგარი გოგო ხართ დავუშვათ ან ბიჭი და უცბად შემოდის ესეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან იყვარებთ და ამავე დროს ის ადამიანი ისე გექცევა და ისეთ ქცევებს იმეორებს, რასაც თქვენ თქვათ იმეორებდით წინა ურთიერთობაში და ანუ ეს არის ეხლანდელი, ხო, დავუშვათ ეხლა ასეთი კარმული კავშირი და ზოგი არის, თქვათ, ეხლა პირიქით, თქვენ ვერ ხვდებით მაგას, აი დავუშვათ რატო ასე ხდება. ეს უკვე ძალიან მაგრად, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენ დავენახოთ მატრიცაში რა გაკვეთილს გადიხართ იმ ადამიანთან რა. და და ეგრევე ხვდებით, რომ თქვა, დავუშვათ ეს, ნამდვილად უკვე არის ადამიანი წინა ცხოვრებიდან, რომელთანაც უნდა გაიაროთ ეს გაკვეთილი, რომელიც ანუ ესე იგი აქ არის როგორი თემა არის, აქ თუ დაუშვით წინა ცხოვრებიდან არის, ეს არის გადაუწყვეტელი კავშირი რა, რომელიც უნდა თქვენ აი აქ გადაწყვეტოთ და ბოლოს წერტილი დასვათ რა, დაუშვით ამ ადამიანთან, რომელიც თქვათ სულების კონტრაქტი იყო და всё, ამ ცხოვრებაში მოვიდა პარტნიორი იმისთვის, რომ თქვენ ეს ბოლომდე გადაწყვეტოთ და მორჩეთ რა, დასვათ წერტილი. შეიძლება ეს ურთიერთობა იყოს რომანტიკული, შეიძლება იყოს ძალიან მნებიანი, მაგრამ ამავე დროს შეიძლება იყოს ძალიან მტანჯველი ურთიერთობა. შეიძლება იყოს ეს ოჯახური ან საგვარეულო, იმიტომ რომ შეიძლება ნათესავებრივიც იყოს, დაუშვათ არ არის მხოლოდ თქვათ პარტნიორთან ეს ურთიერთობა, თქვათ დედა-მამა, ჩვენი საყვარელი თემა, რომელსაც სულ ყველაფერს აი ამ თემებს მე და წვრილები თქვენ რა თქმა უნდა, აგიხსნით ტრენინგზე, რომელიც გვექნება სულ მალე და თან გავაკეთებთ მათ ჩვენ მედიტაციას, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება მაგ გადაწყვეტაში რა, რომ ბოლოს წერტილი რომ დასვათ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის ეს მედიტაცია და ძალიან კარმული მედიტაცია სხვათა შორის და იქ მე მოხდება სულების დონეზე გაწყვეტა ასეთი ურთიერთობის, იმიტომ რომ ძალიან მტანჯველი ურთიერთობა არის, იმიტომ რომ ზოგჯერ მეორდება ხშირად ეს არის ზუსტად ეს მომენტები, როცა
შეიძლება თქვენ დაუშვათ ადამიანს, აი შორდებით, მერე კიდე რიგდებით, მერე შეიძლება საერთოდ ადამიანთან გაწყვეტეთ კავშირი და გამოჩნდა კიდე რამდენიმე ხნის მერე თქვათ ან წლების მერე და ან ვერ წყვიტავთ კავშირს ამ დროს უკვე გადაიღალეთ ამ ურთიერთობიდან უკვე აღარ გინდა და იძახეთ რომ აი მე მოვრჩი აი ზოგჯერ გამეცნდება ხოლმე რომ აი ისეთი დაწერთ ხოლმე კომენტარს რომ ასე და всё გავწყვიტე აღარა ვარ და ну გამეცნებად კი ხო მოიცეთ და ხანი და ისე დაბრუნდება რა იმიტომ რომ ადამიანი როცა ტკივილით ამას ამბობს ესე იგი ნუ არ არის ჯერ გაწყვეტილი რა თქმა უნდა და ეს ადამიანი ისე მაინც დაბრუნდება და ხშირ შემთხვევაში ეს კითხვა გაშლის დროს როცა მეკითხები დაბრუნდება თუ არა ხო და აი რომ ვეუბნები კი დაბრუნდება არა შანსი არ არსებობს და მე 1-2 წლის მერე მწერენ რომ ვაიმე დაბრუნდა ისე და რაზე დაბრუნდა უკვე ამის დამავიწყდა და კიდე დაბრუნდა ეგ რა და ისე დამეწყო ეს ყველაფერი ისე დავიწყე ეს ურთიერთობა და უკვე აღარ ვიცი რა თმინდა ეს რომ დაბრუნდა და ასე შემდეგ. აი ეს არის როცა დაუმთავრებელი არის რაღაცა გაკვეთილი რომელიც ჯერ თქვენ ნუ ვერ დასვით ჯერ წერტილი ამ ადამიანთან და ამიტომ არის აი ზუსტად ხშირ შემთხვევაში არის და როგორც გითხარით არის ძალიან დანჯველი ურთიერთობა და აუცილებლად უნდა ეს ადამიანი პრინციპში გაუშვათ. ანუ როგორი თვისებები აქვს ამ ურთიერთობას, როცა შენ ადამიანთან გაქვს ძალიან დიდი მიზიდულება, ანუ ვერ ხვდები რატო აი მიზიდავს ეს ადამიანი, თუნდაც როცა გეუბნება შენი გონება რომ ნუ უკვე всё მორჩა, უკვე აღარ გჭირდება ეს ადამიანი, აღარ გინდა, მაგრამ მაინც გიზიდავს ეს ადამიანი და ან შეიძლება ერთი და იგივე სცენარი როგორც გითხარით მეორდება და ძნელად უშვებთ ადამიანს, თუნდაც ურთიერთობა ძალიან მტკივნეულია, მაგრამ მაინც ძნელად უშვებ, ან ვაფშე საერთოდ არ უშვებ, გიჭირს და არის ისეთი შეგრძნება, რომ უკვე ამ ადამიანთან მე ვთქვათ, ან ადრე საიდანღაც ვიცნობ, ну, ვიცანი რა ეს რომ ამბობთ ხოლმე. აქ არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანა, უნდა დაასრულო ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, განიკორნო და ან ეს გამოცდილება უნდა იყოს ტრანსფორმირებული, შეცვლილი, უნდა შეცვალო და ისწავლო და აი იმიტომ გეუბნეთ რომ მატრიცაში ძალიან მაგრად ჩანს რა უნდა შევცვალო ხო კონკრეტულ ადამიანთან რა უნდა შევცვალო მე რაზე უნდა ვიმუშაო იმიტომ რომ ის პროგრამები რო არის იქ და ჩვენ რო საუბრობთ კონსულტაციის დროს ადამიანი რომ მიყვება ამ ისტორიას ანუ უშუალოდ ამ ადამიანთან რა ხდება მატრიცაში მე ვხედავ უკვე რა ენერგიები რა პროგრამები და ადვილად შემიძლია ადამიანს ვურჩიო რომ თქვა აი შენ ეს გაკვეთილები ამასთან გადეხარ და აი ეს უნდა გააკეთო რომ დაუშვათ უკვე თქვათ დაასრულო ეს ურთიერთობა. სულიერი გაკვეთილი ეს არის უკვე ჩვენი სულის განვითარების ნაწილი და ეს შეიძლება გაიარო აი ნებისმიერ ადამიანთან ან სიტუაცია ანუ ეგეც აქ შეიძლება არ იყოს ეს მომენტი რომ თქვათ ვიცანი დაუშვათ ხო მაგრამ ან რაღაცა სიტუაცია შეიძლება იყოს ადამიანი შემოვიდა შენ ცხოვრებაში ნუ გესიამოვნო ნუ პრინციპში აი ხშირ შემთხვევაში როგორ არის ახლა რა თქმა უნდა ურთიერთობას ვერ დაამყარებ ადამიანთან თუ აი ეს არა გაქვს რაღაც კავშირი თქვათ რომ ნუ რაღაცით ხო უნდა გიზიდავდეს ეს ადამიანი ხო ამიტომ ეს არის არ არის აქ აუცილებელი რომ ეს გაკვეთილი იყოს დაკავშირებული თქვათ წინა ცხოვრებაში რაღაც სიტუაციებით ეს არის უშუალოდ აი ეხლა თქვათ ადამიანი გასწავლის სიტყვაზე დაუშვათ ეს როგორც ინსტრუმენტი ანუ შენ ნათლად გრძნობ რისთვის არის ეს ანუ რას გასწავლეს შენ ეს სიტუაცია დაუშვათ და შეიძლება თქვათ თვითსიყვარულს სიტყვაზე ან გასწავლეს შენი საზღვრები როგორ უნდა დაიცავო და ან თქვათ ნდობას გასწავლეს. ნუ ეს ძალიან ისეთი რთული არ არის, მაგრამ მაინც ეს ურთიერთობა ძალიან შეიძლება მტკივნეული და ძალიან ისეთი მდანჯული არ იყოს, მაგრამ მაინც არის რაღაცა მომენტები, რომელსაც შენ ადამიანთან გადეხარ და ის გასწავლეს და აი ზუსტად სიყვარულს ან თქვათ ნდობას და ასე შემდეგ და ეს ურთიერთობა არ არის ძალიან ესეთი დანჯული როგორც გითხარით და მტკივნეული იმდენად არ არის უბრალოდ არის ანუ აქ არის უფრო გაცნობიერება
გაცნობიერა ჩემი შპარგალკი ბერგომშველის და გაკვეთილი შეიძლება დაამთავრო ამ ადამიანთან უფრო მსუბუქად. ისეთი მტკივნეული არ არის. ანუ ესე იგი შენ დასკვნები გამოიტანე, აი ეს ამ ადამიანმა თქვათ მასწავლა მე ნუ სიყვარული სიტყვაზე თქვათ ქონდათ ურთიერთობა, სადაც ადამიანი კი ძალიან კარგი იყო, პატივსაც გცემდა, ანუ აი ძალიან ესეთი იყო არაჩვეულებრივი შეიძლება, მაგრამ აკეთებდა თქვათ, ნუ სიტყვაზე ნუ ხშირი თქვათ შემთხვევა თქვათ, ნუ უნდოდა ზრუნვა, მაგრამ ნუ დაუშვათ არ იზრდებოდა ეს ადამიანი თქვენს გვერდით, თქვენ უფრო მეტი გქონდათ, მეტი განვითარება, ნუ ეს ადამიანი ისე იყო, მაგრამ აქ შეიძლება შენი თავის ფასი დაუშვოთ ეს სწავლი რა, ნუ ყველას თავისი რაღაცა და ამიტომ ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს даже მოკლე, რო თქვათ აღარ მინდა უკვე ეს ურთიერთობა უკვე თქვათ, ნუ მოკლე რა. მაგრამ აქაც ხდება ტრანსფორმაცია და ამიტომ ამისი ამოცანა არის მაგაში, რომ უნდა გაიარო ეს ეტაპი, იმენა ზრდის ეტაპი, გააკეთო რაღაც გადაწყვეტილები მიიღო თქვა დასკვნები და უკვე გადახვიდე სხვა ახალ დონეზე. შენ თვითონ რა, ანუ უკვე იქნები უფრო გათვითნიერებული რა, აი კიდე ეს სიტყვა მიწერია, მაგრამ მაინც ვერ ვთქვი, ხო ხედავთ? აი ესეთი რაღაცები, ახლა უბრალოდ მინდოდა მეთქვა თქვენთვის ამისი სხვაობა, რომ იმიტომ რომ ჩვენ ახლა გავშალოთ, გავაკეთოთ გაშლა და ვნახოთ, ანუ ეს ადამიანი თქვენთვის ვინ არის სულის დონეზეც ვკითხოთ, როგორი კონტრაქტი გაქვთ თქვენ წარსული ცხოვრებიდან თუ არა, რას გასწავლეს ეს კავშირი და შევხედოთ ახლა ჩვენ რას გაჩვენებს ეს ადამიანი თქვენში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ კარმული ადამიანი მოდის რისთვის? იმისთვის რომ ჩვენ გვაჩვენოს ჩვენი ტკივილი, რაც გვაქვს ჩვენ იმას რაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ნათლად გვაჩვენებს ეს ადამიანი, ჩვენ რასაც ჩვენ ვუარყოფთ ჩვენში, მაგრამ სინამდვილეში რაც ჩვენ სხვებში არ მოგწონს, ესე იგი ეს არის ჩვენში და ეს უნდა ჩვენ მაგას ვერ ვხედავთ და ეს ადამიანი თავისი ქცევებით ჩვენ ამას გვაჩვენებს. ჩვენ ვნახოთ რას კონკრეტულად და რა უნდა გავაცნობიერო მე ამ კავშირში და რა ქმედებები იქ უნდა გააკეთო თქვენ, რომ რასაც მიგიყვანთ თქვენ განკურნებისთვის და ნუ ასე შემდეგ რამდენიმე კითხვები დავუსვათ ჩვენ. მინდა რომ თქვენ ნუ ნახოთ, ჩაიფიქრეთ ადამიანი, რომელიც თქვათ ახლა გინდათ თქვენ, რომელიც ყავთ გულში და იმ ადამიანზე ჩვენ ვკითხოთ ახლა, ხო? და კიდევ გემეორებთ, რომ ამაზე მე თქვენთვის ახლა ბევრი მასალა მაქვს ამზადებული, იმისთვის, რომ საბოლოოდ რომ იცოდეთ მაინც რა ხდება ამ კარმულ ურთიერთობაში და ბოლოს როგორ უნდა გამოვიდე აქედან, რომ ვიცხოვრო ბედნიერად, ხო? კარგით, ნახოთ, აბა ეს ადამიანი სულის დონეზე ვინ არის თქვენთვის, აი თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ვიზეს თქვენ ახლა ჩაიფიქრეთ. თუ გინდათ, სხვათა შორის ამ გაშლაში შეგიძლიათ ყოფილები ჩაიფიქროთ, ან შეიძლება ჩაიფიქროთ მშობლებიც, არ არის პრობლემა, ან დაქალი, მეგობარი, ეგეც შეიძლება ამ გაშლაში თქვენ ჩაიფიქროთ, თქვა, დაუშვათ თუ ან არავინ არ აყავთ ისეთი ადამიანი და ნუ შეგიძლიათ ასეც ჩაიფიქროთ ჩემო ლამაზებო. ანუ ნახოთ, ანუ ეს ადამიანი სულების დონეზე ვინ არის თქვენთვის? რა გაკავშირებთ თქვენ, ანუ კარმული კონტრაქტი თუ გამოცდილება წინა ცხოვრებიდან, ესეც ვკითხოთ. რას გასწავლეთ თქვენ ეს ურთიერთობა შეხვედრა? ანუ ესე იგი რა შინაგან ტკივილს აშუქებს ეს ადამიანი? რა უნდა გააცნობიეროთ ამ კავშირში? როგორი ქმედებები თქვენ მიგიყვანს იმისთვის, რომ ეს კავშირი განიკურნოს? ნახოთ. რა იქნება თუ მე ამ ადამიანს გავუშვებ? მოდით ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრებიდან. დარჩება თუ არა ეს ადამიანი, აი თქვენ დაუშვით გაუშვით, ხო ეს ადამიანი, მაგრამ დარჩება თუ არა ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში და თუ უკვე მაგისი როლი დასრულებულია.
რა გაკვეთილები გადის მისი სული თქვენს გვერდით. აი ეს ნახოთ. და როგორ შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ ტრანსფორმირება ამ გამოცდილებით იმისთვის, თქვენი კეთილდღეობისთვის. ესეც მნიშვნელოვანია, აბა ისთვის მოვიდა. всё. იყოს ასე და აი გაკვეთილი. ნახოთ. ეხლა ჩვენ ვნახოთ რომელი დასას დავეხმარებ, არ ვიცი, ნახოთ, შეხედოთ, ჯერ დავიწყოთ. ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის სულის დონეზე? ეს ადამიანი ვინ არის თქვენი სულის დონეზე? ადამიანი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ თქვენ ამასთან უნდა გაგებლოთ ძალიან სხვათა შორის, საკმაოდ მძიმე გზა. უნდა გაგებლოთ, იმიტომ რომ აქ даже შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება ეს ადამიანი მართლა და პლუს კიდე ნახეთ ახლა რა ხდება, აგიხსნით. აი ნახეთ აქ როგორი საინტერესო არის ნაჩვენი სპეციალურად ეს დასტავი ავიღე. გოგო არის და აქ არის ხარი მგონი, ხო და ამას რამხელა თვირთი. სულის დონეზე ეს ადამიანი მოვიდა თქვენთვის იმისთვის, რომ თქვენ დაგეხმაროთ ბევრი რაღაცა ამოცანების. ნახეთ, ანუ მე ხო გეუბნებით პარტნიორი იმისთვის მოდის, რომ ჩვენ დაგვეხმაროს. თქვენ სულს აქ აღებული ბევრი რაღაცა მომენტები და ამიტომ ზოგჯერ ნახეთ როგორ ხდება, რომ თქვათ ადამიანთან დაალაგე რაღაცა მომენტი, всё, უკვე კარგად ხართ რაღაცა, მე ისევ რაღაცა, მაგრამ თქვათ სხვა რამეზე, ხო? და მე კიდე დაალაგე, კიდე და სულ და იძახი შეიძლება რომ ღმერთო ჩემო, რამდენი შეიძლება ამ ადამიანთან რითი ვერ დავალაგე ეს უკვე ყველაფერი რა, უკვე კაი, აი ესეც ვიქცევი, კაი, უკვე ამაზე არ არის ლაპარაკი, ამას ვაკეთებ, კი არ არის, მაგრამ კიდე რა არის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უშუალოდ ამ პარტნიორთან თქვენ გაქვთ აღებული რამდენიმე თქვათ გაკვეთილი, რომელიც უნდა გაიაროთ რა და ეს ადამიანი მოვიდა იმისთვის, რომ თქვენ დაგეხმაროთ. ნახეთ, ეგენი გვერდ მოდიან და რამხელა ტვირთი ადევს ამ ხარს. ხო ხდებით რა? ესე იგი თქვენ თვითონაც კი ბატონო ახლა ცდილობთ, მაგრამ ეს ადამიანიც მოვიდა იმისთვის, რომ თქვენ დაგეხმაროთ, უეჭველი რა. აბა ვნახოთ ახლა ეს გაკავშირებ თქვენ კარმული კონტრაქტი თუ წარსული ცხოვრებიდან რამე. კი ბატონო, ნახეთ, даже აი აქ არის ეს მომენტი, რომ ეს ადამიანი კი გაკავშირებთ თავად, რა თქმა უნდა. სხვათა შორის მე შემიძლიათ გითხრათ, რომ აქ არის როგორი აი ნახეთ, მზე, აი ორი даже მზე და ეს გოგონა რო დგას. მე ვთხოვე, ეს თქვენ ვთხოვეთ მაგას, რომ ეს ადამიანი წამოსულიყო თქვენთან ერთად, რომ იმისთვის, რომ დახმარებოდა თქვენ, იმიტომ რომ მარტო შეიძლება, ანუ იცით როგორ არის, აქ შეიძლება როგორი კავშირი იყოს, იცით? კი, ბევრი სირთულე, მაგრამ აი თითქოს მაინც უფრო მეტი ბედნიერება უნდა იყოს ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს შეიძლება დაუშვათ თქვენ ჩაიფიქროთ, უკვე არ არის, თქვათ, ის კარმული პარტნიორი, თქვათ, აი არის როგორ იცით, ზოგჯერ შეხვდება, თქვათ, პარტნიორი თავიდან, ძალიან მწარე გაკვეთილებებს გადიხარ მაგასთან, შეიძლება ვერც გადიხარ და შორდები და ისევ ეს კარმული კვანძები და რაღაცები, მე უკვე თქვათ ადამიანმა მოისურვოთ, შეიძლება რამდენიმე კავშირიც იყო, ან შეიძლება თქვათ, ერთი და მე გადადეხარ სხვა. თუ დაუშვოთ შენ სხვა ურთიერთობაში, შენ დაუშვოთ ახლა ამ ერთ ურთიერთობაში, ბევრი რამე უკვე ისწავლე, ბევრი რაღაცა უკვე გამოიარა, ბევრი რაღაცა უკვე დაასრულე და უკვე შედიხარ კიდე ადამიანთან ურთიერთობაში, არ даже რას გეტყოდეთ, იცით ახლა ამ არკანთან ერთად, რომ შეიძლება იყოს, რომ ეს ადამიანი მოვიდა იმისთვის, რომ თქვენ დაგასრულებინოთ ეს კარმული საერთოდ თქვენი გაკვეთილები. იმიტომ რომ 10-იანია, დაგასრულებინო და უფრო შეიძლება თქვენ ხართ ამ ადამიანთან, როგორ იცით, აი აქ შეიძლება даже მოხდეს ეს მომენტი, რომ ვიცანიმ და უფრო მეტ ბედნიერებაც, აი ნახეთ, კი გადიხართ რაღაცა მომენტებს, მაგრამ აი უფრო თითქოს აი ბედნიერი ვარ, უფრო მეტი დრო გვაქვს სასიხარულო, სასიყვარულო, უფრო თქვათ, ანუ კარგად ვგრძნობ თავს, ხო? კი, მაჩვენებს, მაგრამ აი უფრო ისეთი მტკივნეული უკვე აღარ არის, როგორ თქვათ, შეიძლება იყო სხვა.
ურთიერთობები, ან შეიძლება თუ დაუშვათ ეს ერთი და იგივეა და თქვენ მაგასთან გაიარეთ ბევრი, შეიძლება ეხლა გაქვთ ესეთი პერიოდი, სადაც უფრო კარგად გრძნობთ თავს ამ ადამიანთან. აი ესეც შეიძლება იყოს აქ რა. ამიტომ კი არის აქ რა თქმა უნდა კონტრაქტი გაქვთ, მაგრამ ეს მოვიდა უფრო სხვა უფრო თბილად რა ვიცი რატომღაც ასე მოდის რა ესეთი ენერგია. ნუ ნახოთ ახლა რას გასწავლეთ, თქვენ ეს კავშირი, რას გასწავლეთ. აი ნახეთ გოგო ყურუმი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ურთიერთობით ბევრისთვის შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია, რომ თქვენ დაიწყეთ ან თვით შემეცნება, ან თქვენ ახალი რაღაცა, აი დაუშვათ ახლა სიტყვას არასოდეს არ უყურებდეთ და აროს გაშლებს, ხო? დაიწყეთ და როს ყურება. ნუ თქვა გაშლებს უყურებთ. ან ადრე არ გაინტერესებდეთ თქვენ დაუშვათ ახლა როგორ იქნება თქვა ლომი და ვერძი სიტყვას, ნუ ან ასტროლოგიური რაღაცები და გაინტერესებთ. ახალი რაღაცა, იმიტომ რომ საკრალური უფრო აბა მოდი ვნახოთ როგორი შეთავსება აქვს, ან როგორ არიან ეგენი რა. ვნახოთ ახლა ეს ვინ არის, მოვიდა ესეთი და რაღაც. ადრე შეიძლება არ გაინტერესებთ, ახლა დაინტერესებთ. ზოგი შეიძლება ფსიქოლოგი დაინტერესდა თქვა, მოდი აბა ვნახო. ზოგი შეიძლება მართლა წავიდა და საკრალური ცოდნა მიიღო, ხო? ან გააუმჯობესა თავისი ამ ადამიანის შემოსვლისთანავე, გააუმჯობესა თავისი, თქვა, ახლა ცოდნა, კიდე რაღაცა ისწავლა. მოდი აბა კიდე მაინტერესებს. ანუ აქ ყველან ვარიანტში თქვენში რაღაცა წავიდა, ანუ ან შეიძლება ახალი ცოდნისკენ ბიძგი იყო ეს ადამიანი, ან უფრო მეტი განვითარებისთვის რა. ეს უეჭველი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, შეიძლება ზოგს ახლა დაუშვოთ ინტუიციას თქვენ გრძნობთ. შეიძლება თქვენ ახლა ყურუმი საერთოდ არის დაუშვოთ ზოგისთვის იქნება, რომ მეორე ენერგია საერთოდ აიგინათ მატრიცით რო ავიღოთ, ეს არის უფრო ემპათიაც რა თქმა უნდა, ეს არის რა თქმა უნდა, როცა შეიძლება უფრო აქვე არის ქალებთან ურთიერთობის და დალაგება, ბევრი რაღაცები არის რა, აქ ახლა ყურუმში რა თქმა უნდა. ვნახოთ ახლა ჩვენ როგორი შინაგან ტკივილს აშუქებს ეს ადამიანი თქვენში. არის როგორი, ნახეთ ახლა, არის ხვერპლი. რა თქმა უნდა, სხორფლის როლს გაჩვენებს თქვენ, რომ აი მე даже გეტყოდით აქ, რომ ან კიდე გიშუქებს იმას, რომ თქვენ ხართ როგორ, იცით, როგორი ტკივილი არის. როცა ადამიანს არ შეუძლია დაუშვოთ სიტყვი არა, არ იცის, ხო? ან როცა ადამიანი არის ისეთი ტკივილი კიდე დამოკიდებული ხდება რაღაცებზე. პლუს კიდე აქ უეჭველი შეიძლება სულიერი განვითარებაც იყოს, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ შეიძლება აქამდე დაუშვოთ თქვენ არასოდეს არ გქონდათ თქვა და არ გაინტერესებდეთ ეს თემები და ეხლა აქ ესეთი ორი მაღალი არკანი, რომელიც თქვა ეხლა გვაჩვენებს, რომ შეიძლება ადამიანმა შეცვალა თავისი მიდგომა, ხო და თქვათ მიხვდა რომ მარტო არ არის ახლა მიწიერი დონე, არსებობს კიდე სხვაც და ეს დაიწყო თქვათ ამისი თქვათ განვითარება. ზოგი შეიძლება კიდე მე-12 ენერგია არის აქ. ეს არის თან თქვენი ტკივილი, აი სხვერპლობა უფრო რა, ამიტომ რომ მინუს შეგ არის, როცა დაუშვათ ანუ ყველაფერს ვაკეთებ მაგისტრის და ეს ნამდვილად ეხლა რატომ ასე იქცევა, ანუ მე ყველანაირ, ანუ აი იმენა გაჩვენებს რა, რომ აი შეიძლება გეუბნებათ, რომ აი მე ხო შენ გაგიკეთე რაღაცები და შენ თქვენ ეუბნებით, რომ მე ხო არ მithოვია ეს ბიჭი გეუბნება, და პარტნიორი გეუბნება, მე ხო არ მithოვია შენთვის ეს. მე ხო ეს არ მინდოდა, ვინ გთხოვა? მე საერთოდ მინდა შენგან რამე? მარტო თქვა შენი სიყვარული მინდა, ან შენთან ყოფნა მინდა და სულ არ მინდა, იმიტომ რომ იციან თან გადაყოლა შეიძლება თქვენ აქ იცოდეთ და ამიტომ ადამიანი გეუბნება რომ მე არ მithოვია, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ მე გითხარით თქვენ წინა ვიდეოებშიც, რომ ზოგჯერ ასე ვიქცევით, რომ თითქოს ახლა მე უფრო კარგად ვიცი რა უნდა გავუკეთო, ხო, დაუშვოთ. რა ვიცი მე ახლა მაგას შეიძლება სულაც არ უნდა თქვენ პირველი მეორე და კამპოტი რო გავუკეთოთ ყოველ დღეს სიტყვაზე, ხო? უყვარს ადამიანს, რა ვიცი, კაფეში ჭამა და ან უბრალოდ, რა ვიცი, რესტორანში ჭამა, ან სულაც თქვათ
ვახშამსარჭამ, ნუ ჩვენ საუზმეზე ვილაპარაკეთ, ხო ხდებით რა? ანუ ისეთ რამეს, ანუ ვზრუნავ თქვათ, ხო? მე ვზრუნავ, მე ყველაფერს ვაკეთებ, მე მაგას ახლა ან დაუშვოთ ახლა დღეში 10 ჯერ ურეკავთ და ნუ რა ვქნა, მე ხო ნერვიულობ და ის გენ რას ნერვიულობ? ან მამაკაცი დაუშვოთ ახლა მიდის და ვაიმე დამერეკა, მითხარი, როგორ იქნები რაღაცა, ნუ ეს ხო ჩვეულებრივია? არ არის ჩვეულებრივი, იმიტომ რომ ეს არის მამაკაცი რომ მიდის, მამაკაცი სანადიროდ რომ მიდიოდა, იქ არავინ არ ურეკავდა, კი არ იყო ტელეფონები, მაგრამ ეს უფრო როგორ არის, იცით, ნუ შეიძლება დედასაც რთავთ აქ, ხო, თქვენი მზრუნველობით და არასწორი მზრუნველობა გქონდა. მოდით ასე ვთქვათ, რომ დედის მზრუნველობა არის სხვანაირი, ქალის მზრუნველობა სხვანაირი არის. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ხვდები შენ სხვერპლი, ანუ მე ხო გავაკეთე ყველაფერი, მე თან გადავყევი, მე ვცდილობდი, იმან ვერ დაინახა, დაუნახავი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ადამიანი გასწავლეთ თქვენ თვით შეყვარებას, იმიტომ რომ როცა ამას გეუბნება, რომ მე ხო არ მithოვე, ეს თქვენ მე გწყინთ. აი ეს წინა ზუსტად ეგ მომენტი არის, რაზეც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხო? და დაფიქრდეთ, რომ ესე იგი, ნუ რადგან მე მწყინს, ახლა მაშინ აღარ გავუკეთებ რა, მეც ხა ჩემ თავს რაზე ვაკეთებ იმას, რაც მას არ სჭირდება. ასე ნელ-ნელა შეიძლება სხვადასხვა მომენტებით ეს ადამიანი თქვენ გასწავლეთ იმას, რომ სხვანაირად მოიგეცე. არ არის საჭირო აქ იყო აი სხვერპლი, რასაც არ აგთხოვ და თუ გთხოვენ, გააკეთეთ. თუ არა და როცა არავინ არ აგთხოვს, ეს უკვე ანუ ინიციატივა არის დასაჯდელი, ხო ხდებით რა? ანუ ისჯება ინიციატივა საერთოდ, ხო? ნახოთ შემდეგი, ანუ თქვენ რა შეგიძლიათ, რა უნდა გააცნობიეროთ, ესე იგი ამ კავშირში. ნუ რაც გითხარით, პრინციპში რა უნდა გააცნობიეროთ, რომ აქ არის ახლა ეს რაზეც ახლა ვილაპარაკე, რომ სხვანაირად უნდა შეხედოთ საერთოდ, ანუ უფრო იცით როგორ არის, ანუ სხვანაირად ხო უნდა შეხედოთ ცხოვრებას, თუნდაც ეგრეც გეტყოდეთ რა. ანუ ისეც უნდა იცოდეთ, რომ პირველ რიგში აქ იმის მიუხედავად, რომ აქ არის ახლა ორიანი კვერთხების, მაგრამ ნახეთ ახლა როგორ არის, აი ერთი კვერთხი დევს შორს, ერთი კვერთხი მაგას უჭირავს, ხო? ანუ აქ даже შეიძლება თქვენ იცით რა, ის რომ სხვანაირად უნდა შეხედოთ სიტუაციას და შეიძლება უნდა გაითვალისწინოთ სხვისი აზრიც. მაგრამ პირველ რიგში დააყენო შენი თავი. აი ეს სხვისი აზრი რა შემთხვევაში რომ ადამიანი რომ გეუბნება რომ მე შენ არ აგთხოვ, ეს უნდა გაითვალისწინო. გაიგე და არა მე ვარ აქ მთავარი, არა მე ვარ, მე უფრო ვიცი, რატო ვიცი? იმიტომ რომ მე გავიზარდე სხვა იმ ოჯახში, სადაც თქვა დედა ზრუნობდა მამაზე სულ მასე და მე ვფიქრობ რომ ამასაც უნდა ეგეთი ზრუნოდა. ეს პარტნიორმა გაიზარდა სხვა ოჯახში, იმას სულ სხვანაირად არის მიჩვეული სიტყვაზე და სულაც არ უნდა ეგეთი ზრუნვა, როგორც შენ გონია რომ უნდა. ამიტომ შეგიძლია მოლაპარაკება, რომ ორშუა უნდა მოხდეს ეს რაღაცა ლაპარა. ნუ ეს ის ნახეთ იმპერატრიცა, ხო? რა უნდა გაიგო? შენი ფასი უნდა გაიგო. შენ სხვანაირად შეხედე შენს თავს. სხვანაირად შეხედე და აქ შეიძლება რაღაცა უნდა გაიგო თქვენი პროგრამები კიდე დედის მხრიდან არის კი აქ რაღაცა ეგეთი მომენტი შეიძლება იყოს. საგვარეულოს, აი მე რაც გითხარით თქვენ, საგვარეულოს თემები შეიძლება უნდა უფრო გაითვალისწინოთ კიდე. როგორი ქმედები თქვენი მიგიყვანს, რომ ეს განიკურნება თქვენი სიტუაცია, როგორი ქმედებები. ნუ აქ პრინციპში როგორ არის, იცით, პირველ რიგში უნდა აი ისევ სულ ორიანები არის რა და თან ახლა როგორი თვისებები, რომ პირველ რიგში რომელი მოგიყვანს. აქ რატომღაც მოდის როგორი მომენტი, აი აქაც ყურუმიც. ჭორებს ნუ აყვებით, ჭორებს. ჯერ აწონდაწონეთ და მერე ილაპარაკეთ. პლუს კიდე შეიძლება თქვენ ხართ ესეთი ადამიანი, რომელსაც აი დაუშვათ უსმენთ სხვებს და ცოტა ფრთხილად იყავით, რომ არ არის საჭირო და ჯერ ნუ კიდე არ გააკეთოთ ისეთი
გადაწყვეტილება, თქვათ, ნაჩქარევი, ხო, ჯერ ყველაფერი გააცნობიერეთ და მერე რა აწონდაწონეთ და მერე უკვე გააკეთეთ რამე, თქვათ, დასკვნა გამოიტანეთ რა, იმიტომ რომ ნახეთ, აქ გოგო არის და შეიძლება თვითონ აი ეს თვითონ ისწავლეთ თქვენ დაუშვათ გადაწყვეტილების მიღება და არა ვინმეს უსმინოთ. ეს მნიშვნელოვანი არის და ძალიან. და მეორე ენერგიები, ესეც ყურუმის ენერგიები ყველა და ამიტომ აქ უნდა სხვანაირად უნდა შეხედოთ სიტუაციას, სხვანაირად რა. და ვნახოთ ახლა რა იქნება თუ თქვენ დაუშვათ ამას გაუშვებთ თქვენი ცხოვრებიდან. რა იქნება? ამას ჯერჯერობით ახლა თქვენ ვერ გაუშვებთ ნამდვილად, იმიტომ რომ ნახეთ თასების მეფე არის, თან როგორი არის, შეხედეთ. მაგრამ დარჩება თუ არა თქვენ ცხოვრებაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი, აი აქ შეიძლება ეს კავშირი ზუსტად მოხდეს. აი აქ. თქვენ თუ გაითვალისწინებთ თქვენ ამ სიტუაციას, რომ დარჩება თუ არა თქვენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ რა არის? აქ არის პრინციპი. აი ვერ ვეტყოდი, რომ თქვა წავა იმის მიუხედავად, რომ ეთლია, მაინც ახლა იცით როგორ შეიძლება აქ მოხდეს? თქვენ თუ უფრო მაგას მოусმენთ, ასე ვეტყოდი მე. თქვენ გაქვს აქ დიდი ალბათობა, რომ ერთად წახვიდეთ გზაზე, მაგრამ ამ ბიჭს უნდა დაუჯერო, ანუ ეს ბიჭი რაღაცნაირად ძალიან მაგრად მართავს ამ სიტუაციას, გაიგეთ? თან რა არის, იცით, აი მე რომ ვამბობ, უსმინეთ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ამ ადამიანს აქ რაღაცა შეიძლება შინაგანი ცოდნა ისეთი, რომელიც თქვენ გეუბნებათ, როგორ და რანაირად უნდა მოიქცე. უბრალოდ თქვენ თვითონ უნდა შეცვალოთ ეს მიდგომა და მოусმინოთ. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეს მოვიდა იმისთვის, რომ თქვენ დაგეხმაროთ ეს კარმული სიტუაცია. თქვენი ეს და თან უფრო სიყვარულით. აქ შეიძლება იყოს როგორი მომენტი, იცით? მოიცადე დავავკითხოთ. არა. აქ ნახეთ რა ვკითხე, ეს წასვლა იქნება, ამიტომ რომ კითხები ერთნაირ რაღაც ისე დაელაგდა არკანები, ეს წასვლა მეთქი იქნება თუ დარჩენა, თუ გაგრძელება და ნახეთ რას მაჩვენებენ, თქვენ ხართ ერთი ვარსკვლავთა ოჯახიდან, თქვენ ხართ დაკავშირებული, ნახეთ როგორ. ეს ადამიანი აი მოვიდა მართლა თქვენ ცხოვრებაში, რომ გაგინათოთ თქვენ გზა. გაგინათოთ გზა და ეგრე აი ამით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი მოვიდა თქვენ დასახმარებლად პირველ რიგში და თან ეს იგი უკვე არაერთხელ თქვენ მოდიხართ ამ პიროვნებასთან. ამ დედამიწაზე, აი უეჭველი ეგ შემიძლია გითხრათ. და იქ ეს მოვიდა იმისთვის, რომ დაასრულოს თქვენი რაღაცა ეს სევდიანი მდგომარეობები და იყოთ ერთად. აქ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანთან იქნება ძალიან ხანძლივი ურთიერთობა, მაგრამ განიკურნებით. აი აქ განკურნება უნდა მოხდეს უბრალოდ ახლა ამასთან თქვენ ფორმულირდებით, როგორც აი ქალი, რაღაცა ისე თვისებები, ახალი თვისებები თქვენი აქ უნდა აღმოაჩინოთ, იცით? ვიღაცისთვის არის აუცილებელი შვილის გაჩენა, თუ თქვათ არის ხართ ისეთ ასაკში. მაგრამ აქ უფრო, იცით, თითქოს აი იცით როგორი მოდის, რომ აი საუკუნები არიან ესა და საუკუნები ეს ბევრი ცხოვრებები არის ეს ადამიანები ერთად და აი თითქოს როგორი მომენტი, იცით, რომ ეს ადამიანი მოდის აი ყოველთვის
თქვენს ცხოვრებაში მაშინ, როცა არის საჭირო. ანუ თქვა სრულიად მოულოდნელად, უკვე ანუ როგორც გამოანათა, შეიძლება ისეთი პერიოდი გქონდეთ, რომ უკვე იმედგაცრუება იყო, უკვე დავიღალე რა, უკვე გადაღლილი იყავით, თქვა, უკვე ამ ყოველ და უცბად შემოვიდა როგორც მზე და გაგინათეთ, თქვა, ეხლა თქვენი ცხოვრება. მაგრამ მაინც ასეთ ურთიერთობაში ყველა ვარიანტში იქნება აქ ეს სიტუაცია, რომელიც თქვათ, გაკვეთილები იქნებოდა, კი ბატონო, ყველა ვარიანტში, ახლა ამან მოვიდა დასახმარებლად ეს უფრო ესეთი კავშირი არის, იცით? მისი სული რა გაკვეთილებს გადის თქვენს გვერდით? აი აქ არის უფრო როგორი მისი სული გადის რაღაცა თითქოს სწავლობს გამარჯვებას, იცით, მომავალს სწავლობს. ეს მოვიდა თქვენთან მაინც როგორც მოსწავლე. აი ხო თქვენ როგორ გიხმარებათ? მაგრამ აი აქ აშკარად რამდენი არის მაღალი არკანები, ძალიან ბევრი. ეს უკვე იმას მეტყველებს, რომ თქვენთვის აი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება არის, მაგრამ ეს მოვიდა თვითონ მისი სული რაც გადის, აი უფრო შეიძლება თქვენზე ახალგაზრდა სული იყოს და ცხოვრობს, აქ ნახეთ კიდე როგორ საინტერესო არის. ნახეთ ზოგი მაგალითად, აი ფინანსებთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში არის ეგეთი, სიტუაცია, რომ ადამიანი, რომელიც აი ფული, ეს კარიერა, ეს მარტო მატერიალური სხვა არაფერი არ აინტერესებს, არც თქვათ, არც ეკლესია, არც სულიერი განვითარება, არაფერი არ აინტერესებს, მარტო ფული, არიან როგორი სულები, იცით? უფრო ახალი სულები. ანუ ეს ისეთები, რომელიც აი ხო არიან მაგალითად ბიზნესმენები, მაგრამ თქვათ ეკლესიურებიც არიან, თქვათ ახლა რაღაცებს, ან სულიერად ვითარდებიან, აინტერესებს თქვათ რაღაცები და ამ ადამიანებისთვის არის კი ფინანსური მდგომარეობაც მნიშვნელოვანია, მატერიალურიც მნიშვნელოვანი, მაგრამ სულიერიც მნიშვნელოვანია, ხო? აი ესენი არიან უკვე ძველი სულები. აი ისინი, ვინც მარტო ფული, ბიზნეს და ვაფშე სხვა არაფერი და უკვე აი მოთამაშე არის და თქვათ კაზინოები და რაღაცები, აი ესენი არიან ახალგაზრდა სულები, რომელიც მოდიან იმისთვის, რომ ეს ცხოვრება ისწავლონ. არიან კიდე სულები, რომელიც აი არ აინტერესებს მაგათ ფინანსები, თქვათ, იმდენად შეიძლება ახლა არც იყოს ძალიან ღრმა, ზოგი არის კი, აი ძალიან ღრმად არიან უკვე ეზოტერიკოსები და რაღაცა, თქვათ, ფილოსოფები და არიან, ვაფშე არ აინტერესებს უკვე ფინანსური, მარტო არიან, თქვათ, ამ თემებში და ზოგი არის ცოტა შუალედში რა, მაგრამ აი და ჩვენ ახლა სტერეოტიპები ხო გვაქვს ახლა, რომ რას ქვია, კაცმა უნდა იმუშაოს, კაცმა უნდა გააკეთოს, კაცმა ისე, რატო არა გაშენეს მიდრიკილება, რატო შენ არ გინდა აი ნახა შენი ძმა კაცი როგორი სულ რაღაცას ცდილობს და შენ არაფერი გაინტერესებს, ამას მართლა არ აინტერესებს. შეიძლება არც ზის ახლა, არც ლოცვებში 24 საათი და არც ეზოტერიკაში და არაფერი, მაგრამ თვითონ არის რაღაცნაირი ესეთი ტიპაჟი, რომ სხვა ფასეულობები მაქვს. მე ახლა სიტყვაზე არა მაქვს იმისი, თქვათ, ელემენტარული ჩვეულებრივი ბინა მინდა, ჩვეულებრივი მანქანა, რომ თქვათ, მე ახლა სადღაც ვიცხოვრო, რაღაცით ვიარო, ჩვეულებრივი თქვათ, საჭმელი კი, გემრიელი მიყვარს, მაგრამ ახლა არ იქა და ყოველ ფეშენ იმეებში ვიარო, არა. და აი ეს სოციუმს რო არის აყალული, შეიძლება ეს ადამიანი განიცდის, გაიგეთ, იმიტომ რომ მართლა ხა მისი მეგობარი ნახე როგორ და აი ვერ ხვდება, მე რატო არა ვარ ეგეთი, გაიგეთ რა ხდება და აი აქ არის როგორი ადამიანი პრინციპში, რომ ეს მართლა, ძალიან მაგარი ადამიანი არის, იმიტომ რომ მაგას აქ როგორი სიტუაცია, იცით? აი რაღაცას ახალს სწავლობს, აინტერესებს ბევრი რამეები. აი თითქოს ახალი გამოცდილებისთვის მოვიდა და მაგის სულ სხვა ფასეულებები აქვს. აი რაზეც გელაპარაკეთ, ნახეთ? აი სულ სხვანაირი ფასი აქ ამის ცხოვრებას, აი რაც მე ახლა აგიხსენე თქვენ. აი ეს უფრო აინტერესებს, აი სწავლობს თითქოს ოჯახი მნიშვნელოვანია მაგისთვის დაუშვათ, შეიძლება ნათესავები მნიშვნელოვანია, სახლი სადაც გაიზარდა, მშობლები დაუშვათ ამისთვის მნიშვნელოვანია, გაიგეთ? აი ამისი სული მოვიდა აქ რაღაცა, აი ნახეთ, ახალი გამოცდილებისთვის, იმიტომ რომ ხო არიან სულები, რომელიც თქვათ ახლა, დაუშვათ
ბევრი პროგრამები ხო არის მატრიცაში და ხვდები რომ ეს ადამიანი მოვიდა იმისთვის რომ კიდე უკვე იყო ამ თემებში და უფრო უნდა გააუმჯობესოს სიტყვაზე ხო ეს გაიხსენოს რაც ქონდა თქვა წინა ცხოვრებაში ეხლა კიდე უნდა გაიხსენოს და გაანვითაროს ზოგში არის აი ახალი პროგრამები საერთოდ აი ახალი რაღაცა მომენტები და ადამიანი მართლა უიმე კი მაინტერესებს მაგრამ ისეთ რა არის აი რაღაც ვფიქრობ მაგრამ არ ვიცი კარგად ეს სფერო და მაგრამ მიზიდავს აი ეს იმას ნიშნავს რომ უკვე რაღაც ახალი რამისთვის მოვიდა შესასწავლებლად ეს ადამიანი ხო ხვდებით აი ეს მომენტი ეს მინდოდა ამეხსნა თქვენთვის რა ეს რას ნიშნავს და ანუ თქვენ რა შეგიძლიათ რა ტრანსფორმაციას შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ იმისთვის რომ იყოთ თქვენი კეთილდღეობისთვის უნდა გიყვარდეთ მიიღეთ ეს ადამიანი ნახეთ ამ დასტაში როგორ საინტერესო ერთი შავი თეთრი ერთი თეთრი შავი ხელი ერთი თეთრი ხელი ნახეთ იმის მიუხედავად როგორც არ უნდა იყოს თქვენ სხვანაირი განსხვავებულები ხო სხვანაირები ვართ ხო აი თქვენ აი სიყვარული ისწავლეთ სიყვარული მიეცეთ და ნამდვილად აი თქვენი ტრანსფორმაციისთვის ეს იქნება ძალიან მაგარი და იმისთვის რომ თქვენ თვითონ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ტრანსფორმაციისთვის უფრო მეტი სიყვარული მიიღეთ ეს ადამიანი ისეთი როგორიც არის მით უმეტეს თუ იცანით ეხლა აი აქ უშუალოდ რომ კი ჩემი ადამიანი ეგეთია კი ჩემი სიტუაცია ეგეთია ესე იგი პირდაპირ იყო თქვენთვის ეს ინფორმაცია თუ კიდე უფრო მეტად გინდათ გაიგოთ და განვიკურნოთ და ვიპოვოთ უკვე სხვა გზა და კიდეც იმ პარტნიორთან ვინც ყავთ გიყვართ უფრო ლამაზი კავშირი გქონდეთ ან დაუშვოთ გაუშვოთ ეს ძველი უკვე კონტრაქტები და ახალ ურთიერთობაში შეხვიდეთ მე გელოდებით ჩემთან ტრენინგზე მე ყველაფერს გასწავლეთ აბსოლუტურად რაც მე ვიცი და ვიცი რომ დაგეხმარებათ ვისაც არ სჭირდება მაშინ ან თვითონ იძიოს ან იყოს ისე როგორც არის და მხოლოდ ეგ სიტყვა რა ვქნა წვალობ არ დაგეხმარებათ ბედნიერ ცხოვრებაში ახლა შენი არჩევანი იწვალო იტანჯო თუ იცხოვრო ბედნიერად